ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომლის მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ტრენინგ-სემინარში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობენ. სემინარი მიმართულია აჭარაში მწვრთნელებისა და მსაჯების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისკენ, ტექნოლოგიური ინოვაციების დამკვიდრებაზე, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. დღეს თეორიულ კურსთან ერთად უკვე პრაქტიკული მეცადინეობაც გაიმართა. გამოცდილმა სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება უკვე საჭიდაო ხალიჩაზე გაუზიარეს. ტრენინგ-სემინარები ქართულ ჭიდაობაში 29 ივნისს დასრულდება. ძალიან კარგად ვითარდება ეს ქართული ჭიდაობის საქმე მთლიან აჭარაში. მე არ ვსაუბრობ რომ მარტო ბათუმში და რაღაცა მთლიან აჭარაში. ძალიან კარგად მოირიგეს საჭარელებმა ქართული ჭიდაობის ჩოხა საერთოდ ამის თქმა მინდა და უკვე შედეგებსაც ეთყობა, რა თქმა უნდა და დღეს ქართული ჭიდაობის აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ერთ-ერთი სანიმუშო ფედერაციაა მთლიან საქართველოში. ვფიქრობ რომ აჭარის მოჭიდავეები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან და უკვე აღარ იქნება სანატრელი საპრიზო ადგილების დაკავება და უმაღლეს მწვერვალებსაც დაიპყრობენ. აჭარაში ქართული ჭიდაობის განვითარება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ თვალწინ ხდება მისი განვითარება. ძალიან გაზრდილია აჭარის რეგიონიდან ქართულ ჭიდაობაში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა. აქვთ უკვე გარკვეული წარმატებები საქართველოს ჩემპიონატებზე, საპრიზო მედლები აღებული, ჩემპიონობაც მოპოვებულები აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის, ისე მოქმედი სპორტსმენებისათვის და ისევე მოქმედი მსაჯებისათვის. ვინაიდან სემინარი ტარდება სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გაზამზადების პროგრამით. ძალიან კარგი სემინარი მიმდინარეობს, ბევრი რამე ვისწავლეთ. ჩვენთვის გამოსადეგი არია რომ მე ახალ თაობას ვასწავლოთ ეს ყველაფერი და გავუზიაროთ. უფრო მნიშვნელოვანია და ასეთი სემინარები უფრო ბევრი უნდა ტარდებოდეს, რომ უფრო მეტის უნდა მივიღოთ.